თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა 75 წლის ვახტანგ შეუკაშულმა საქართველოს ლოტარიაში 200,000 ლარი მოიგო. ეს პირველი დიდი მოგებაა, რომელიც ლოტარიაში დაფიქსირდა. მოხუცმა ბილეთი საკუთარი ინიციატივით თელავში შეიძინა, ხოლო სავარაუდო ციფრები მან მისმა მეუღლემ და შვილიშვილმა დაასახელეს. მოგების შესახებ სერტიფიკატი შეუკაშულს ლოტარის კომპანიის წარმომადგენლებმა გადასცეს. გამარჯვებული მოგებული თანხის შვილებისთვის გადანაწილებას აპირებს. ადრე ვიყიდე ეგ ლოტო. ყველა თამაშობდა. აი ტელევიზორს რო უყურებდი, მე ვიფიქრე, იქნება ბედმა გამიღიმოს და ჩემი შვილები გავახარო. სიხარულის გზნობა შემერცნა, რომ ჩემი შვილები გავახარო მე. პირველად გათამაშდა მეორე საპრიზო კატეგორიაში 200,000 ლარი. ეს არის რეკორდული ციფრი ჩვენს გათამაშების ისტორიაში. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ უკვე ყავს ლოტოს გამარჯვებულთა 10,000-ზე მეტი ადამიანი და საერთო საპრიზო თანხამ გასცემულმა უკვე გადააჭარბა 1,800,000 ლარს.